კვარას ფინალი, ლიგის სიმბოლური გუნდი და ინტერვიუები, დავითაშვილის რთული მდგომარეობა, ნახევარფინალების დრამა, ალონსო რეალში და მეტი სხვა სიახლე. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ის მეორე ქართველია, ვინც ამას მოახერხებს და პირველი 18 წლის შემდეგ. PSG ფინალში სულ მეორედ გავიდა. პირველად 2020 წელს, როცა ბაიერნთან დამარცხდნენ კომანის გოლით. შესაბამისად, ხვიჩას ნაპოლის მსგავსად აქაც შეუძლია ისტორიის დაწერა. არსენალთან საპასუხო თამაში კვარა ახლოს იყო ძალიან მაგარ გოლთან, უბრალოდ ლონდონელები ძელმა გადაარჩინა. ამის მიუხედავად, ქართველი ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში კიდევ ერთხელ მოხვდა. Paris Saint-Germain ფინალში მილანის ინტერს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ დრამატულ ბრძოლაში ბარსელონა გამოამშვიდობა ლიგას. კვარაცხელია მატჩის შემდეგ Prime Video-სთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა ხდება, მისი ოცნება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, ფინალში ყოფნა ჩემი ოცნება იყო. ეს მძიმე შრომის შედეგია, ყველაფერი სწრაფად მოხდა. აქ თავს კარგად გრძნობა ამ გუნდში ამ ბიჭებთან. ინტერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მაქსიმალურად მომზადებულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგას ვიმსახურებთ. კვარამ თამაშიც შეაფასა. სტარტი რთული გამოვიდა. არსენალს ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ დავიწყეთ ჩვენი თამაში ჩვენება და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. არსენალი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში და მათთან თამაში რთული იყო. TNT Sports-თან ინტერვიუს მიცემისას კვარას საუბარი PSG-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა შეაწყვეტინა, რათა ქართველს ჩახუტებოდა. შემდეგ მოიბოდიშა და წავიდა. სანამ დავითაშვილზე გადავიდოდეთ, პარენ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალიც ვახსენოთ, რომელიც სანახავობრივობით უდავოდ პირველი იყო და არა მეორე. იქამდე კი დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ბარსა ინტერის 2 მატჩიან დაპირისპირებაში 13 გოლი გავიდა და საბოლოოდ ამ თრილერიდან ცოცხალი მილანური კლუბი გამოძრა. იყო უიღბლობა, უაზრო შეცდომები, ფლიკის ჯიუტი ტაქტიკა, რამაც გამოიწვია ის, რომ ბარსამ 5 წუთით ვერ შეინარჩუნა ის ლიდერობა, რომელიც მათ ჩემპიონთა ლიგის ნანატრ ფინალში აგზავნიდა. 17 წლის ლამინ იამალმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში შემდეგი მიმართვა გაავრცელა. ჩვენ ყველაფერი გავეცით. ამ სეზონში ვერ შევძელით, მაგრამ მეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დავბრუნდებით. იქამდე არ გავშვერდებით, სანამ ამ კლუბს იქ არ დავაბრუნებთ, სადაც უნდა იყოს და სადაც მისი ადგილია. მაგრამ კვირას კიდევ ერთი ფინალი გვაქვს სათამაშო და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ვისკა ბარსა. კვირას ბარსა მადრიდის რეალს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ლა ლიგის ტიტულის ვერ მოგების მხოლოდ მცირე თეორიული შანსი დარჩებათ. 17 წლის იამალმა საოცარი სეზონი ატარა და ვინიც ის ბარსას რო ჩემპიონთა ლიგა მოიგო, იქნებ ყველაზე ახალგაზრდა ოქროს ბურთის მცველის გვეხილა. ლამინმა რაც ინტერთან გააკეთა, მართლა სასწაული იყო. მას ამ სეზონში 15 გოლი და 24 საგოლე გადაცემა მოუგროვდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოსწინა ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი რეიმს დაუპირისპირდება, სადაც აუცილებლად მოსაგები აქვს თამაში, რადგან ლიგა 2-ში გავარდნა ემუქრება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე დავითაშვილმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. ქართველს თავდაპირველად კითხეს, ესაუბრა თუ არა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ. დიახ, ვესაუბრე და მიულოცე. PSG კარგი გუნდია და ფინალში ყოფნა დაიმსახურა. იმედია თასსაც მოიგებს კვარაცხელია. უმაღლეს დივიზიონში დასარჩენა სენტ-ეტიენის უშუალო კონკურენტი ლეავრია, რომლებიც მათ 4 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, ზურიკოს გუნდს სჭირდება ორივე დარჩენილი მატჩის მოგება და ლეავრის ქულების დაკარგვა. შანსი მცირეა, მაგრამ ქართველი იმედიანადაა. ლეავრს რთული მატჩები დარჩა მარსელის და სტრასბურგის წინააღმდეგ. თუ ისინი მარსელთან დამარცხდებიან და ჩვენ რეიმს მოვუგებთ, სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იქნება და ტულუზასთან ფინალს გავმართავთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, თქვა ქართველმა. დანებება მართლაც ადრეა, რადგან ფეხბურთს უფრო შოკის მომგვრელი სასწაულებიც ახსოვს, თუნდაც ამ ბოლო კვირაში. მადრიდის რეალი საკმაოდ წარუმატებელი სეზონის შემდეგ კარლო ანჩელოტის გაანთავისუფლებს. როხი ბლანკო ჩაბი ალონსოს, რომელმაც დაადასტურა, რომ ლევერკუზენს დატოვებს, კონტრაქტის პირობებს უთანხმებს. ამის შესახებ გამოცემა მარკა წერს და ფაბრიციო რომანოც ადასტურებს, რომ ესპანელი მადრიდის რეალთან 3 წლიან კონტრაქტს დებს. ალონსო რეალში ასისტენტიანად წავა. რაც შეეხება ანჩელოტის, ის მაისში კლუბს დატოვებს და დიდი შანსია, რომ ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს. ამრიგად, ჩაბი ალონსო რეალში 11 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ამჯერად როგორც მწვრთნელი და არა ნახევარმცველი. მას რეალში სხვა ტიტულებთან ერთად ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. ნახოთ ლევერკუზენში შესანიშნავი პირველი სეზონის და ნაკლებ შთამბეჭდავი მეორე სეზონის შემდეგ. გამოდგება თუ არა ალონსო ის კაცი, რომელიც მადრიდის რეალს დიდებას დაუბრუნებს. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ. რამდენად სწორად იქცევა სამეფო კლუბი, ან თავად ჩაბი. ბოლოსკენ კიდევ ერთ ქართველს შევეხოთ. გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტეს, რომელიც ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის, წინ ძალიან პრინციპული დაპირისპირება ელის. 10 მაისს სტუმრად ელჩეს დაუპირისპირდება ლევანტე, რომელიც პირდაპირ საგზურისთვის ბრძოლაში ვალენსიური გუნდის მთავარი მეტოქეა. სეგუნდა დივიზიონში გასული 38 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში 71 ქულით ელჩია პირველზე, მეორეზე ლევანტე 77-ით, შემდეგ კი სანტანდერის რასინგი 66-ით, ოვიედო 65-ით და მირანდესი ასევე 65-ით მოდიან. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება და წინ გადამწყვეტი ბრძოლებია.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში პირდაპირ აღზევებას პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები შეძლებენ. მესამე საგზურისთვის კი მესამედან მე-6 ადგილებზე გასული პლეი-ოფებში ითამაშებენ. აქედან გამომდინარე, ელჩე ლევანტეს შეხვედრის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და დასანანია, რომ შაბათის თამაშს სულ მზადყოფნაში ვერ ხვდება სტუმართა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი გიორგი ქოჩორაშვილი. ნახევარმცველის შესახებ ლევანტეს მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ეს მატჩი არ არის გადამწყვეტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და დიდწილად განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. გუნდი ბაზაზე იზოლაციაში მოვაქციეთ, რადგან ვფიქრობთ, ახლა ნაკლები საუბრისა და მეტი მუშაობის დროა. გიორგი ქოჩორაშვილს ტრავმა აწუხებს, რომელიც ამ კვირაში უფრო გართულა და მდგომარეობას ვაკვირდებით. ის ელჩეში კი მოდის, თუმცა ჯერ არ ვიცით შეძლებს თუ არა ის თავიდანვე თამაშს. ხვალშესაძლოა ცვლილებებსაც მიმართოთ და ქოჩორაშვილს დაცვის მარჯვენა ფრთაზეც მივუჩინოთ ადგილი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ წყობრში იყოს და შემდეგ კი ვნახავთ, თავიდანვე დაიწყებს თამაშს თუ ვერა. გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ის 31 მატჩში ითამაშა და 6 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. ლევანტეს ქართველი ნახევარმცველი ზაფხულში გუნდს დაემშვიდობა და ლისაბონის სპორტინგს შეუერთდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თავს არ მოიკლავს იმისთვის, რომ ლევანტე ლა ლიგაში აწიოს და დაწყებული საქმე არ დაასრულოს. საფეხბურთო სეზონის და ლიგების მსგავსად ეს ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა, დაალაიქეთ ის, გამოიწერეთ არხი და დაგვიწერეთ კომენტარებში, როგორი სახის სხვა სახის ვიდეოები გესიამოვნებოდათ, რომ ახალ ამბებთან ერთად ისინიც გავაკეთოთ.